ჩამოვედით მეგობრებო, სოფელში ვართ. ეს არის გიოს ახალი მანქანა, პაატას ძმის. ძალიან მომეწონა, ძალიან საყვარელი პიპი არის და ეხლა სანამ შევავთ, გაჩვენებთ რა საჩუქრები ჩამოუტანე, ლალდეიტას ჩამოუტანე. ეს ულამაზესი ჩექმები, ნახეთ რა კარგად გამოიყურება და ეს ის მქონდა, რა ქვია, დამატენიანებელი ლალდეიტას წამოუღე. აქეთ არის ელენეს საჩუქარი, ორი შარვალი ჩამოუტანე, თავის მოვლის საშუალებები და ვიქტორია სეკრეტის დამატენიანებელი. ხო და რა შეეხება გიოს სახში მაქვს ჭიაკოს საბურავები და მე იმას გადმოვუტან. აუ, მაგრად მოუხდა. აჰა. ესე ლამაზად, აუ, სასაყვარელია. ის უნდა. კარგად დავამაგე. აი, გამოსადებები რო აქ რეზინები გავუკეთე და იმაზე. საქართველოში ვიყავით მეგობრებო. პაატას ბაბუის დაგარ დაიცვალა და შემთხვევით მეც იქ აღმოჩნდი და ხეხა მოვედი სახში საკმაოდ გვიან, მაგრამ მაინც ბუბსიკი აშკარად თავის ოთახშია. აუ, რაღაცა ძალიან თბილი სვიტერი მოუტანე. ოი, აქ რაღაცები შეუცვლიათ. ეს რაღაც ახალია. რა ხდება? ვაუ, ახალი მაკიდა, ახალი დივანი. ძალიან მოუხდა. ძალიან ლამაზია. მომეწონა. ოკეი, ესე წავიდეთ ახლა დონჩიკი ვნახოთ. Pom-pom-po. Seriales. შემოსულა დაგულო ბაბო. რატომ მიყვარს ასე ეს ბოჭი? ამას შემოვლა. თმა რა კარგად გქონდა. ეხლა უნდა დავცალო მანქანა და თან აი ეს სტეპი მქონდა სოფელში წამოღებული სავარჯიშოდ, მაგრამ ეს არის სტუდიის სტეპი და უნდა დავაბრუნო სტუდიაში. ვინც არიცით მეგობრებო, ამ ახალ წელს, აი 2026 წელი რომ მოვა ეხლა, სტუდიას ვყიდი, ჩემს სტუდიას ველნეს ვყიდი და ყიდულობს სხვა გოგონა, რომელიც გააგრძელებს სტუდიაში მუშაობას და უკვე მისი სტუდია იქნება 2026 წლიდან. ჯამში ველნესი ვაფუნქციონირე წელიწად ნახევარი. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, ძალიან კარგად გავიხსენებ ყოველთვის ამ პერიოდს და იცით რა გამახსენდა ეხლა სტეპი რომ მომქონდა? ეს სტეპები რომ მომიტანეს იყო 30 ცალი და იყო საკმაოდ მძიმეები. ეხლა ძლივს გამოვათრიე, ნამდვილად არ არის მსუბუქი და ორი ბიჭი იყო და ეგონათ რომ დამხმარეები დახვდებოდნენ, როდესაც მოვიდოდნენ და რო დამინახეს რომ მხოლოდ მე ვიყავი, აუ ესო ჩვენ უნდა ამოვიტანოთო. ხო და აი არ შემეძლო უბრალოდ დამდგარიყავი და მეყურებინა როგორ ამოიტანდნენ, ანუ მეც უეჭველად უნდა დავხმარებოდი და მიმეღო მონაწილეობა და მეთქი ნუ გეშინიათ მე დაგეხმარების თქო და თავიდან გაეცინათ ეხა ეს რას დაგვეხმარებაო ალბათ იფიქრეს, მაგრამ მათ რაც ამოიტანეს ორივემ ერთად, ალბათ მე ავიტანე ჯამში ერთმა უფრო მეტი. იგივე დროში რა, იმიტომ რომ უცება მქონდა, ჩამოვირბენდი, ისევ მქონდა, კიდე ესე და ანუ სისტრაფით ვაჯობე და არა იმ რაოდენობით რაც ხელში გვეჭირა და მე მეუბნებოდნენ რომ ეს სავარჯიშო სივრცეაო და კი მეთქი და ტრენერი შენ უნდა იყო და კი მეთქი და გეტყობო. როგორც ყოველთვის აქ გვაქვს უამრავი ხარახურა, ვაიმე ქვაბები, კაფები, მთელი ამბები, რომელიც ნაწილ უნდა შევიტანოთ. ირანი მე მოვედი. ერთმანეთს ეჯიბრებოდით? ეხლა რაც შეეხება ამ სტეპს, მოკლედ 30 ხო ვიყიდე. 28 მიდევს მარტო სტუდიაში. ეს არის 29. ჩამოტანილი მქონდა სოფელში სახლში, რომ ჩამოვიდოდი ხოლმე მევარჯიშა. და 29 ერთი სტეპი მიდევს თბილისში სახლში. იმიტომ რომ იქაც ვარჯიშობდი ხოლმე და ეხლა ახალი მეპატრონე რომ შეიძენს სტუდიას და გადმოვა 28 სტეპს ხო არ დავახვედრებ გოგოს. ხო 30-მე უნდა დავახვედრო. ამიტომ ეს ჩამოქვს სოფლიდან და სახლში რაც მოქვს, იმასაც გადავიტან სტუდიაში, რომ ზუსტად 30 დავახვედრო. თქვენ გეგონათ რომ ვერ შევტევდი? არც ეგეთი პაწუა გოგო არ არის ჭიაკო. მშვენივრად დაეტია. აი ესე. ეგ არის მოვრჩი რაღაცების გადმოვაგებას და აქ მაქვს სხვათა შორის იოგურტები წამოღებული, თუ არ დაგვეზარა. გავაკეთოთ დღეს ან ხვალ მაფინები. იცით რა მინდა რომ ვიყიდო? აი აქ რაღაც სტიკერი რომ გავუკეთო ხოლმე და ესე რომ დავაყენო ტელეფონი და გადავიღო ხოლმე, რასაც ვაკეთებ. წინაზე აი აქ მედო.
აი აქ მე და რაღაცით მქონდა დაკავებული და რაღაც მინდა ვიყიდო, რაზეც მივამაგრებ ხოლმე. გაჩვენებთ ახლა რა ჩამოვიტანე ისევ მევგალის პროტეინის იოგურტი. სახლში მქონდა 2 ცალი ბანანი და მეთქი იქ რო ისევ დამოვიწყდეს ყიდვად ხო ხელს გამოვაყოლე. აქ არის პროტეინის ფხვნილი და ქვემოთ არის ქოქოსის ფანტელი, რასაც ვიყენებთ ხოლმე. აქ არის ვანილი და აქ არის იოგურტი. ბერძნული იოგურტი და არ ვიცი როგორ გავაკეთებ, ან საერთოდ გავაკეთებ თუ არა და დამეზარება თუ არა. მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში წამოვიღე. სატრუპში ხათოს პომადები უსვია, უბრალოდ დარეცხავ. ბაბო, ერი ტომატი. აგერ თეთრი ღილაკი ვაგონავი. ხო, მიაჩიგე? წავიდა და გაიხსნა. მოწრობავ წყალს. პინგ-პონგ აუ. ბაბი, ჩვეულებრივად ავსებთ ამას. ნეტა ნახევარი ლიტრა ჩადის. მგონი მეტი. მეტი ჩადის. ნახება. 900-იანი 1 ლიტრა ჩადის. მალადეც რა кай ყოფილა, სტაჩემოა. სულ ბოლომდე თუ გავავსებთ, ალბათ ლიტრი და დარბაზიდან წამოგიღედონ. 100 ჩავა. მაგრამ кайია. დარბაზში მე და ხოლმე ძალიან ფიტნეს კარგი ტაიმი. ლიტრიანი მინოდა. ბაბი, ხო. აუ სვიტერიც მოუტანე რა. რა? სვიტერი. სვიტერი? ხო, აი იქ ნახე. I don't know. აი შეგენაცვალოს ბებო. ვაი მე რა кай პუნფულა და თბილია ბებო. ინაცვალა ბებო, დიდი მადლობა ჩემო სიხარულო. კახია. ძალიან კარგი ბებო. შეგენაცვალოს ბები კოსტი. ზუსტად კარგი დიდია და შენი ზომა. კი, ბაბო მე დიდი ისინი მიყავს. აჰა. ჰა? აბა, ალას შუა დღე რო კარგი დავწერე. მაბრაზე. არა, თვითონ ლოხის ბეზე ხარ. აი? დუოლინგო გამიბრაზ და დღეს არ შემოსულხარო. 12-მდე თუ არ შეხვედი გაგი უქმებს სტრიქს. დროგი. ჩვენ უკვე მოვრჩით ესპანურის გაკვეთილს და ეხლა თავისუფლები ვარ. ეხლა პატა შევაწყო. მოგიას უყურებთ. არ ვიცი რა ზგიზა. ასე ამოგი. ასე აი. ნინა ფინა. მოკიდე ხეს. აი ყანაში. დაგატავის რა. ნინა ფინა ის ვახცე. ასე. მოგიდე. აი რა. ასე ვიტავი. არაფრის ღირსები ჩვენ არა ვართ. მეგობრებო, ეხლა გამოვედი გარეთ და დედა ჩემმა გამოიტანა ეს მოსართავი რაღაცეები, რომლითაც უნდა მორთას ეზო და ეხლა არცალია პაციენტები ხავს და მე და დონი მოვრთავთ. მოდი მოვრთათ ეზო არგინა. ჩაით შოღონ მასე ნუ მოდიხარ. ხო, კრებია. აი ეხლა ამას გავუკეთებ, მაშინ ამ ნაძვს, იმიტომ რომ ეს იმხელა ნაძვია, რომ ვერც მიუწოდები ფიზიკურად ნახეთ, მე ვარ პატარა, ეს არის დიდი. ამიტომ მოდი ეს მოვრთათ. მეგობრებო, ეს იმაზე ბევრად გრძელია, ვიდრე ამ ნაძვის ხე სჭირდება და მაშინ ეს გამოვიყენოთ აივნის მოსართავად. ნახეთ რა სიგრძეა. მოვრთათ აივანი. აი ესე. ავიტანოთ ზემოთ. აუ ეს რა მაგარი რამეა. რემონტის მერე აქაურობა არ მიჩვენებია თქვენთვის, აი ასე გამოიყურება ეს ახალი იატაკი. დედა ჩემს ძალიან უყვარს პეიზაჟები და ეს იყიდა. ჭერია წეულია, ყველაფერი გაკეთებულია. აქეთ ესეთი დივანი, რომ მოიცდიან ხოლმე პაციენტები აქ დასხდებიან და დაეულდებიან თავიანთ რიგს. აქეთ ყვავილები და ახლა მორთულობაც შეემატება. მოვედით მეგობრებო, ჯიბეში ვართ, რაღაცებს ყიდულობთ. ეს ნაბეღლავის შეფრთვა აუღე დონჩის. გუშინ დავულიეთ ერთი ბოთლი და მეთქი, ნუ გეშინია ამოვინაზღაურებ, ჩემ ბოლოს თქო და უი, კოკა-კოლაც უნდა უყიდო, უშაქრობას, რომელია უშაქრო? აი, აქ ძალიან ბევრი რამეა დავიბენი რა გვინდა და რა და ეხა ბებია ჩემს დაურეკავ. დავკითხავ რა უნდა. ესე იგი, დონჩიკმა განაცხადა, რომ ჩვეულებრივი საპონებიც მინდაო და სარეცხის საპონიც მინდაო და ესე იგი 4 ცალი ჩვეულებრივი საპონი ავიღე და 3 ცალი ავიღე სარეცხის საპონი. ეხლა ვარჩევთ ახალ კბილის ჯაგრისებს მე და პატა. ეს ფერი ავარჩიე და როიცოდით მეგობრებო, ჩემი საყვარელი ახალი ფერი არის ცისფერი.
ბატონმა პაატამ დაათვალიერა ფეხსაცმელები, მაგრამ მე მგონი დიდად არც ერთი მოეწონა. ფეხსაცმლის ყიდვა უნდა ცოტა ისეთი თბილის რა. ხო და ახლა მას კლასიკურები და ეგეთები არ მოსწონს. უნდა რომ იყოს თან ბოტასი და თან თბილი. თბილი არა ცოტა აი. ცოტა სქელი აი რა ის მაგალითად მომწონს. ეგ მოგწონს? აი ხა ამჟამად გამიყინება ფეხი ხოლმე. ხო ეს აქ ბევრი მოგწონს ხო? ხალისხმებია თორე. ვინ არის ეს კაცი? კა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 კak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 
აი ნიაკოს ახალი ბოტები. ანდრეას ახალი რეიტუზი. მოგეწონა? პატა ძიამუყიდა ესეთი მანქანა თავისი საჭის და ნიაკოს ეს დინამიტი. მოგეწონა პიპია ბადარო? შენთვის ვერი ზღაპრის ბოლო კეთილია. მოვედით მეგობრებო, მე და დონჩიკი. კარგა ხანია ახალი ამანათები არ გაგვიხსნია და დღეს გვექნება ძალიან მაგარი unboxing-ი. მაგრატელი და დანა არ მოვიტანა, იმიტომ რომ მაინც ხელით მიყვარს ხოლმე გაფხრეწა. თან ყველაფერზე შეამოწმებ, შენი ზომა ხო არ არის, ხო? აქ მე მგონი მომიწევს იმის რა ქვია. მე კი ვარ ვყავი, მაგრამ დანის მოტანა მომიწევს ან მაგრატლის. ეს არის კურტკა ჩამოვიდა. ნახე რა საყვარელია ვა. მოისინჯობარე? ხო, ტიპტონა არა, კაი. კაკადექნება. ოჰო. და კაი დათბილულია, ხო? თბილი და თბილი მე რა. ზომა ჩემია. ასე მოხდება? კი. ძალიან კაია. კაია ძალიან. 10-დან 10 დონი. მომეწონა ეს. ვნახოთ რა არის. ეს არის ესეთი ზედა, თეთრი კანტები აქვს და შავი ზედა. ნახე რა კაი ჟაკეტია დონ. აუ ნახე რა კაია. კაია მე თბილი პუმპულა. ძალიან თან შავი ჟაკეტი მინდოდა ესეთი. ეს შიგდა ჩასასმელი ხო არ არის თუ? არა. არა, სხვადასხვა, უბრალოდ ერთად ჩადეს. ესეთი ზედა, რომელიც ძალიან მომწონს. ეს კაი ხარისხია, ნახე. მაგრამ ეს კიდე უფრო კაი ხარისხია, თან თბილია. თბილი ეს გაზაფხულზე. შიგიდან ჩაიწვო. რაღაცაზე შიგიდან ჩაიწვო. ლამაზია, თეთრი კანტი ლამაზია. თეთრი დევს. ეს საზაფხულო კაბა. თეთრი. კაბა რა ვაგარგებთ ბებო? რა არ მარგებს გოგო? ასთები არა მაქვს სულ. მე ფუდუი მე რა საყვარლობა. კაბა თუ ბოლო ხალო. ხო, ანუ ქვედა ბოლოა. და შიგნიდან აქვს შორტი. აჰა. საზღვაო ამბავია რა. ლამაზია. ესეთი მაქვს, თეთრი რომ მაქვს, ბევრნაირი ყვავილები რო აქვს იასამნის ფერში, ბაქოში მე, არა, ბაქოში არა. ერევანში მეცო. კი, ფოტო მიდევს Instagram-ზე, ზუსტად ეგეთია და თუ ფოტოზე გაინტერესებთ, ნახეთ მერე ერევნის ფოტოები. ეს არის დათბილული ელასტიკი. ძალიან ზედმეტად დათბილული ჩამოვიდა. გაცი მე. ძალიან ზედმეტად. კაია, კაი, გეტი. რა არის, კაი, რამსისქია, მე ამას არ ჩავიცვავ. მე გავაჩუქებ, ეკას ვანახებ. ეს კიდე დადიკმახლა. მაგაზია მომდა მაგარი ჟაკეტი მოვიდეო. ეს და მეორე კიდე კლავი ქონდა საჭირო და იმას საკრავები. მაგარია. პულა თბილი. ეს გვანცაცოსია. ესეთი რამე გამომაწერინა კრემის ფერში უნდა და თეთრი საყელოთი რა. არ ვიცი კონფერენციისთვის უნდა და თუ რაღაცა. ლამაზია ბები. რა კაი მაჟაკებით მიყვარს. კარგად ექნება და მოუხდება. კი, ლამაზია. კი, ძალიან ბებო. გვანცაცო მოგიწონა დონჩიკამ. არჩევანი. ეს არის ჩემი მანქანისთვის ახალი კამერა. იდეაში ჩემი მანქანა აღარ არის ეგ. გვანცას მანქანისთვის, როგორც იცით, ჩემი მანქანა ვაჩუქე ჩემ დას. და
ვერ გადავაჩვიე ჯერ. საჩუქრები გავუკეთე დედი. ჯერ ისევ ჩემ მანქანა. დაბადების დღეზე მეგონა. დაიყოს საახალწლო. ჯერ ისევ ჩემ მანქანას ვიძახ. ხო, მოკრეთ რა. ვერ გავხსენი. კამერა არის, რომელიც წინ მაგრდება და აი თუ რაღაცა ინციდენტი იყო, ან ვინმე დაგეჯახა ან რაღაცა და გაბრალებს რომ შენი ბრალი იყო და შენ ზუსტად იცი რომ შენი ბრალი არ იყო, შეგიძლია ამოიყო კამერა და აჩვენო. ან თუ რაღაცა დაზიანება მიადგება მანქანას და არ იცი ვინ იყო, შეგიძლია გადაახვიო კამერაში და ნახო. მოკლედ საჭირო ნივთია და ტემუდან გამოვიწერე თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ტემუზე ნახოთ. ოღონდ ჯერ არ გამიტესტავს, არ დამიყენებია, როგორც ესეთი რეკომენდაციას ვერ გავუწევ. აუ, ნახე. კაბა ჩამომივიდა. თბილი ცოტა უფრო. კაბა შარვალია. ხო, კაბა შარვალია. კაბა შორტი. კაბა შორტი. შიგნიდან აქვს შორტი, ესეთი. აუ, რაღაცა ლურჯია. აუ, ნახე რა ლამაზია. ცისფერი ფერის არ მქონდა სხვათა შორის სვიტერი და ძალიან მინდოდა. ეხლა დონჩიკი თუ არ წამართმევს. ძალიან კარგი. შენი ზომარი ბაბა. ამას ჭავადები ბაბა. აი, მე ვიცი როგორც გადაავლე ამას შენ თვალი. კაი, მე მოისინჯე და თუ მოგეწონება დაგითმობ. ოხ, შენ რა ხარ ვინც არ გიცნობ. აუ, ეს გვანცამ დამაბარა, ეს ნასკები ნახე როგორებია. ირმები ახატია ზედ და აი რაღაცა უფრო საახალწლო. აუ, ნახეთ რა ლამაზებია. წითელი არის ეს. რა ლამაზია. ხალხი იფიქრებს ამ კოსტანსს არ ყიდულებულნი არ და ყოველ კვირა ვყიდულობთ ხოლმე ახალ რაღაცებს უბრალოდ ჩაცმა ევასება რა. მეცაწები გობავები დასაც. ახლა პუტა მაგავსილი. უნდა გავგზავნო. სად გზავნი? ვისაც კარგი ვიც შეიცვალოს აქეთკენ, ლოგიკითკენ. უნდა დააჩუქო? ეკამეთქვა. მიდღებში არ კი არ უნდა გეცოს, აი, გადადე და ახალი. ხო, აბა. ეხლა გადავიდეთ ჩვენ ფეხსაცმელებზე. ეს არის ფეხსაცმელები ეკასთვის. აი, შეგენაცვალ. დედა რა კარგია. ძალიან. შეგენაცვალოს ბებო. დედიკოს და დედიკოს შეგენაცვალოს ბებო. ხო მაგარია მეგობრებო. მაგარი კი არა, კარგია. და კაი ქუსრზეა. ნახეთ. ეხლა რაც ვნახეთ, მე ამას ყველაფერს ჩავიცვამ და ვიდეოს გადავიღებ. გახსოვთ წინაზე რომ გავაკეთე მოსინჯვა რომ გავაკეთე. ხო და Instagram-ზე ძალიან ბევრი გადმოხვედით, მერე და დამიწერეთ გულები და მივხვდი რომ YouTube-დან იყავით გადმოსულები და ყველას უპასუხე. ამიტომ ეხლაც ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. ჩავწერ ვიდეოს ხვალ. ამას ყველაფერს რაც ვიდეოში ნახეთ, მოვისინჯო, ჩავიცვამ და ნახავთ. და რომ მივხვდე რომ ჩემი YouTube-დან ხართ გადმოსულები, დავაკომენტაროთ ცისფერი გულები. და ეგრევე მივხვდები რომ აქედან ხართ. კიდევ ორი ფეხსაცმელი არის, ორი წყვილი ფეხსაცმელი, ეგეც გავხსნათ. მე ამ ყველაფერს გადავაწყობ და ხვალ მაგარი ვიდეო გადავიღოთ. ეს იცი რომელი ფეხსაცმელია, ეს ამას მივხვდები. ეკას რო გამოვუწერე. ხო. წინაზე. ძალიან მომეწონა ფეხზე იყო ულამაზესი და ამჯერად გამოვიწერე ჩემი ზომა. იმიტომ რომ მეც მინდოდა ეხლა ქალბატონ კაკაჩიას რო ჰქონდა. სხვათა შორის რო ჩავიცვი დედასი, ძალიან დიდიც არ მქონდა, ძალიან პატარაც არ მქონდა, ანუ კარგად მქონდა, მაგრამ 36 ეწერა და მეთქი რა 36. ხო, ეს ზუსტია. აი მე ხო კარგად. კი, ბაბა. ეს ცოტა თვილი რასკი უნდა ჩაიდო. ნაგონი ცოტა დიდი მაგა. არა, ეს ჩემები იდო ყუთში და დედასები არ იყო ყუთში და ეხა ჩემები ამოვაწყო და დედასები ჩავაწყოთ ლამაზად რომ მე გადავცეთ. ესა. მიხვდი? ეს შეხვება მაიჭი დადეგონიშე. მოდი ჩავდოთ პარკში. ეხლა პაციენტი ხავს რომ გამოვა. ჩავაწყოთ ვითომ ჩვენ. ახალწლო საჩუქარით ხო? ვითომ ჩვენ არ გაგვიხსნია ეს და არ ვიცით. მივცეთ. აბა ნახოთ რა არის ახალწლო საჩუქარი. თავისი არჩეულია განა არ ახსოვს, მაგრამ მე ჩავუგდე. ის ახლა ივან. დავიწყდა რა, ავიწყდება ხოლმე. მაგის მეტი
მაშინ საფიქრებია. მე არ ვიცოდი რა ფერი უნდა და ჩავუგდე მეთქი, აბა არ შეთქო და რახან შავი წინაზე ჩამომიტანეო, ეხლა მინდა ყავისფერიო. ხო. და არ შეყავისფერი გადადება. გადავდებიკო. ეს ნამეტნავად ლამაზია. შეხედე. ლამაზია დონ. გამძილად ბებიკო. ეს ხვანაირი ვიდიანია. ყავია თან. ლამაზია. ხო. ის ცოტა უხეშია წინა. ანუ ცოტა ისეთია. და ეს არის უფრო კაბა და ისეთი. ის შეგიძლია ჯინსზე ჩაიცო რა. ამას უყურეთ. კალგოტკა კაბა მაგრად მოხდება. ლამაზია. შვიდობით დაცვითებეო და შვიდობის გზა ჰქონდეს საწაწაფილი. სებიბლი. სულ კარგად ვიყოს მათგანით. ჩავაწყოთ რაღაცეები. მე როგორც გითხარით, დღეს დავასრულებ აქ unboxing-ს და ხვალ გადავიღებ იმ ლამაზ ვიდეოს Instagram-ისთვის და გელოდებით ცისფერი გულებით. ინებეთ. ასეთი ფერია. რასაყვარია. პატარა ზომა. პატარა ზომა არის თუ რა. აბა გაიცინე. კაი ზომა. კაია? კი. ყოველდღიური. ყავისფერიც გექნება რა. კაი. შვიდობაში დაცვითებე. ჯანმრთელობაში კარგად ყოფნაში, შვილების კარგად ყოფნაში. ამიცი ხო ჩამიგდები ამისი ისა. კი, შენი არჩეულია. აგე მე. შენ რო გინოდა და ესენი ძალიან კარგია. დიდი ზომა იყიდე? კი. ძალიან კარგად ხმარობ. დასრულდა მეგობრებო ჩვენი ვლოგი. ესე იგი, განათება ვერ გაჩვენეთ, როგორი გამოვიდა, იმიტომ რომ დასრულება ვერ მოვასწარით. მთელი ეზო გავანათეთ და ის დიდი ნაძვის ხეც მოვთერთ და ყველაფერი, მაგრამ დასრულებული არ არის და შემდეგ ჩასვლაზე გადავიღებ ვლოგს, სადაც მაგასაც გაჩვენებთ. ასევე ამ ვლოგში უნდა გაგვეკეთებინა მაფინები, რომლებიც ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ის ორი ბანანი შემიჭამეს. ძალიან გვიან მოვინდომე გაკეთება რა მაფინების ალბათ ღამის 12 საათი იქნება და მეთქი ხვალისთვის გავაკეთებ თქო, თორე ეგრე გვიან ვცდილობ ხოლმე რომ აღარ ვჭამო და რომ მოვიძიე ეს ჩემი ბანანები აღარ იყო სახლში. ხო და ვერ გავაკეთე მაფინები, მაგრამ იმედია შემდეგ ჩასვლაზე მაინც გავაკეთებ. ასევე აი მაგ ტანსაცმლის ვიდეო ჯერ არ მაქვს ატვირთული Instagram-ზე და ამ დღეებში აიტვირთება და მაგასაც მალე ნახავთ. ხო და ეგ არის სულ ახალ წლამდე დარჩენილი მაქვს ერთი ჩასვლა სოფელში, ანუ კიდე ერთ ვლოგს მოვასწრებთ. ჩემს გამომწერთა რაოდენობაზეც მინდა რომ დაგააპდეითოთ, როგორც იცით ძალიან მინდა 50000 გამომწერი ახალ წლამდე და 49500 მყავს. ანუ სულ რაღაც 500 მაკლია. ხო და მე რაღაცნაირად მგონია რომ ყველა თქვენგანს უკვე გამოწერილი გაქვთ არხი ვინც მიყურებთ, მაგრამ თუ ვინმე დარჩით ისეთი რომ გამოგრჩათ არხის გამოწერა, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ, იმიტომ რომ მხოლოდ 500 გამომწერი მაკლია 50000-მდე და ძლივს ავალთ მაგ რიცხვამდე. მადლობა რომ მიყურეთ, აქაც დამიკომენტარეთ ცისფერი გულები და მომავალ შეხვედრამდე.